ბათუმის 90-ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი ასევე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. პროცესს თვალსადევნებენ საერთაშორისო დამკვირვებლები. მერობის კანდიდატებმა საკუთარი არჩევანი დილიდანვე გააკეთეს, ფიქსირდება მაღალი აქტივობა. დეტალებით მერაბ წულუკიძე გვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. მერაბ, გისმენთ. დიახ, 90-ე საარჩევნო უბანზე ამ დრომდე არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. საოლქო საარჩევნო კომისიის განცხადებით პროცესი შეუფერხებლად დაიწყო დილიდან და შეუფერხებლადვე გრძელდება. ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ არის შესული. რაც შეეხება აქტივობას 17 საათის მონაცემებით ბათუმში 50,000-ზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც საერთო ამომრჩევლის 32%-ზე მეტია. ეს ოდნავ ჩამორჩება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების ამავე დროის მონაკვეთის შედეგებს, თუმცა აქტივობა საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად ითვლება. როგორც აღნიშნული, აქ პროცესს თვალსადევნებენ უცხოელი დამკვირვებლები, დღეს მათ კომენტარებიც გააკეთეს და შეაფასეს სიტუაცია. არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არსად არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიაში არ არის წარმოდგენილი. რაც შეეხება აქტივობას, ამ ბოლო მონაცემებით 50,112 ამორჩეველი გამოცხადა საარჩევნო უბნებზე, რაც წარმოადგენს ამორჩეველთა საერთო რაოდენობის თითქმის 32%-ს. წინა არჩევნებს რომ შევადაროთ, წინა არჩევნებთან შედარებით ცოტათი დაბალია პროცენტული მაჩვენებელი, თუმცა თვითმმართველობის არჩევნებისთვის უნდა ითქვას, რომ საკმაოდ მაღალი აქტივობაა. ჩვენ ვიმყოფებოდით საარჩევნო უბნებზე თბილისში და ახლა ბათუმში ვართ, რაც ჯერჯერობით ვნახეთ, არჩევნები არის სამართლიანი და გამჭვირვალე. არ შეგვინიშნავს რაიმე პრობლემა, ყველაფერი წესრიგში იყო და დემოკრატიული ჩარჩოს ფარგლებში. ასე რომ ამ ვიზიტების დროს რაიმე პრობლემა არ დაგვიფიქსირებია. პროცესი არის სამართლიანი, დემოკრატიული, არ ყოფილა რაიმე ჩარევა, რაც დადგენილ ნორმებს არ შეესაბამებოდა. მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს, მას ექნება მტკიცე დემოკრატიული მხარდაჭერა ამომრჩევლების მხრიდან. ელექტორატის აქტიურობით გამოირჩევა აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებიც. მე შეგახსენებთ, რომ ბათუმში ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს არჩევნები, მერობისთვის კი 5 კანდიდატი იბრძვის. მადლობა, მერაბ წულუკიძე ბათუმიდან საუბრობდა პირდაპირ ეთერში.